პირველი ჭყონდიდლობის დღესასწაულის ჩატარების შემდეგ, როცა პატრიარქი წლების შემდეგ პირველად ჩამოვიდა სამეგრელოში და ჭყონდიდლობა რაღაც მაღალ დონეზე, თვითონაც რაღაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა და ჩატარდა, ეს იყო 2007 წლის სექტემბერი, ოჯახი როდესაც ახსენეთ აი ახალავებისა, მახსენდება ის დღე, როდესაც მითხრეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფალმა, რომ აი ოლქის პროკურორს უნდა ჩამოსვლა და გაცნობა მეუფე პეტრესი თუ შეიძლება და სადილზე მოვიწვიეთ ოჯახთან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა მახსოვს მასპინძლობდით და თვითონ მკითხა როცა დაათვალიერა ნახა რეზიდენცია პატრიარქმა აქ გაათენა და უკვე იყო განახლებული და ისეთი როგორც ხედავთ როდის ჩამოხვდით როდის დაიწყეთო აქ მშენებლობა ამ რეზიდენციის მოწყობა მითხარი იანვარში ჩამოვედი და სადღაც თებერვალში უკვე დავიწყეთ მეთქი დაფიქრდა და ამბობს ესე იხსენებს რომ მე ხო ვიცი ხა სამეგრელოში რაც სამშენებლო პროექტები მიდისო და თებერვალში რომ მეთქვაო რომ სექტემბერში მარტვილში უნდა გავაკეთოთ პატრიარქისთვის რეზიდენცია. აი მათ მიერ წარმოდგენილ ხარჯთა აღრიცხვის დაფინანსების შემთხვევაშიო და ამ ხელშეკრულების დადებისო ეხლა ჯერ კი სახურავიც არ იქნებოდა გადახურულიო და ძალიან გაუკვირდა რომ ამ მოკლე დროში ფაქტიურად ბიუჯეტის გარეშე, რესურს გარეშე ამდენი როგორ გაკეთდა და მახსოვს აი მეუღლემ ხუმრობით უთხრა ხო და მე შენი დასაჭერი იქნებოდაო თუ არ შეესრულებდა. რაღაც ანუ პირველი სიმპათია ამ ადამიანს აქედან გაუჩნდა და უყვარდა ხოლმე აქ მოსვლა 2011 წელია კათოლიკეებთან კანონ პროექტი ხელშეკრულება უბრალოდ უმცირესობების შესახებ მზადდებოდა და ნუ რაღაც ეკაც ხელოვნურად იქნა რაღაცა სკანდალი ისევ გარემოცვის და გალბატონის მიერ თითქოს ეს იყო რაღაც დამანგრეველი კანონ პროექტი დიდ უბედურებას მოუტანდა ქვეყანას ნუ ხა 6 წელი გავიდა და არაფერი შეცვლა და უწმინდესიც აქაც დეზინფორმირებული იყო აშკარად მაგრამ საგანგებო სინოდის ხდომა იქნა შეკრებილი ეს არის 2011 წლის ივლისი ჩამოვიდა ჩემთან ბატონი როლანდი არც ვიცი ვერც გავერკვიე რა ხდება ფაქტია რომ რაღაც დაძაბულიაო და შეიძლება პატრიარქი და ხელისუფლებას პრეზიდენტის შორის მოხდეს დაპირისპირებაო აი ტაძრის წინ ესე ვიდექით და პირჯვარი გადაიწერა თვალცრემლიანმა და მითხრა რომ აქ იმიტომ ჩამოვედიო თქვენთან რომ ესე გადაეცით მის უწმინდესობასო რომ ღმერთმა უქნასო რომ საქმე გართულდესო და დაპირისპირება მოხდესო პატრიარქსა და ხელისუფლებას შორისო მე და ჩემი ორივე შვილიო პატრიარქის ხარისხს გავართო. ამას აი რა დამავიწყებს? ჩავედი და მოვახსენე მის უწმინდესობას. ბაჟიშვილი უფროსი, ბაჩო, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ახალი დანიშნული იყო შინაგან საქმეთა მინისტრად. და როცა დაარეკეს უნდა და პატრიარქთან კურთხევა აიღო და აღნიშნა რომ გაიგეს უწმესი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, იქ ესე იგი უწმესმა თქვა რომ აქ მოვიდეს. დარბაზი სავსე იყო, რაღაც შეხვედრა ჰქონდა უწმინდესთან საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში და როცა შემოვიდა, იმდენად უყვარდა პატრიარქის ძალიან ესეთი ამ ოჯახის მიმართ იყო რაღაცა გამორჩეული, გრძნობდა მათ გულწრფელ სიახლოვეს და ესეთი ფეხზე წამოდგა, მივესალმოთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიასო და ტაში დაუკრა და მთელი დარბაზი ესე იგი აყვა უწმინდესს. უკვე 2-3 თვეში ეს ადამიანი ხდება ციხეში. ადამიანი რომელიც თავისით ჩამოვიდა მესამე მეოთხე რამდენიმე დღეში თვითონ გადმოლახა საზღვარი, ანუ თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში ფაქტიურად ესეც ხო დასაფასებელია და მიმაჩნია რომ ეს ოჯახი რაღაცა ქვეყანა უყვარდათ და ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად. სად მოხდა გადაცდომა, რამდენად იქნა იქ ყველგან პრობლემა არის გადაცდომა, წითელი ხაზის გადალახვა, რომელიც ასევე საპატრიარქოშიც არსებობს. თუ იღებდით თქვენ ადამიანებს და თუ უსმენდით ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ პრეტენზიებით ახალაების ოჯახისადმი. თუ ვინმე ჩამოსულა და ვერ გავიხსენებ შემთხვევას, მე რაღაცნაირად მოვრიდებოდი ჩემი რაღაც კომუნიკაციის საშუალება არსებული ან რესურსი არ გამომეყენებია მათ სასარგებლოდ, თუ ეს იყო საპროცესო გარიგება თუ ნებისმიერი თხოვნა მათ მიმართ არასოდეს მოვრიდები ვარ და თუ მოვრიდები ვარ პირადი ურთიერთობა დამიზოგავს ყოველთვის მინანია. იმიტომ რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოდიოდნენ, თითქოს ადამიანი არის უდანაშაულო აბსოლუტურად და ამ დროს აღმოჩნდებოდა რომ ესე არ იყო. აი ფინანსურადაც კი თუ ეს გამაჩნდა ფინანსურადაც კი თუ ისე ვერ დავეხმარებოდი, აი რაც შემეძლო ეკლესიის რესურსიც გამომიყენებია და ფინანსურადაც დავხმარები ვარ საპროცესოს დაუშვათ შეგროვებაში. ეს ოჯახი უფრო მეტი მსხვერპლი აღმოჩნდა ინფორმაციულადაც, შიდა ინტრიგების და შიდა მტრობის დაპირისპირებისა, ვიდრე რეალურად. აქედან გამომდინარე ყოველთვის მიმაჩნდა რომ მეტი თანადგომა ჭირდებოდა ამ ოჯახს.